უცხოელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ფანერის საწარმო გაიხსნა, რომლის მიზანიც რუსული სანქცირებული ნედლეულის გასაღებაა. დავინტერესდით და კვლევა დავიწყეთ. საწარმო რუსთავშია. მას კომპანია პალატი 2022 ფლობს. რეესტრში ვიპოვეთ, რომ მფლობელები ინდონეზიურ კომპანიასთან ერთად ქართველები არიან. მაშინ სად არიან რუსები? სამმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ დაგვიდასტურა, რომ ეს ფაქტობრივად რუსული კომპანია. მათ საწარმო ომის დაწყებისთანავე გახსნეს და ახლა პროდუქტს საქართველოდან ყიდიან. მეორემ გვითხრა, ქარხანას ქართველი მფლობელები ჰყავს. გაყიდვების მართვის გუნდი და ინჟინრები კი მართლაც რუსები არიან. მესამეს აზრით, რუსულმა სტარვუდმა საქართველოში თავისი დამატებითი საწარმო გახსნა. დაგვიწერეთ კომენტარებში, თქვენ რა გსმენიათ რუსთავში არსებულ ფანერის ამ საწარმოზე.